Kitam კი დაიწყო ეს თემა, მაგრამ ვინაიდან მეც დავდე რამდენიმე ვიდეო და თვალყურს ვადევნებ რეპერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მოდი გავაგრძელოთ ეს თემა და გავიგოთ ახლა რა სიახლეებია და როდის დაიწყება სასამართლო. მანამდე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი არხის ყველა გამომწერს და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ, გთხოვთ არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. დავიწყოთ. როგორც გახსოვთ 2025 წლის 16 სექტემბერს შონ კომსი სექსუალური ტრაფიკინგის სისტემატური გამოძალვისა და პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ ის გადაიყვანეს ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში, რომელსაც დედამიწის ჯოჯოხეთს უწოდებენ. დაკავების შემდეგ მას კიდე რამდენიმე ბრალდება დაემატა, მათ შორის გაუპატიურებისა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულებთან დაკავშირებით. დიდი ამ ბრალდებებს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, თუმცა ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ. სიახლე კი ის არის, რომ ამ დღეებში PDD-ს წაუყენეს ახალი ბრალი, რომ ის იმ თანამშრომლებს ჯიდა, რომლებიც უარს ეუბნებოდნენ მის სავარაუდო სექსუალური ტრაფიკინგის განხორციელებაში დახმარებაში. კომპს ასევე აბრალებენ თანამშრომლების სამუშაო საათების იძულებით გახანგრძლივებას და ამას პროკურორებმა უწოდეს იძულებითი შრომა. ეს ბრალდება ცნობილი გახდა მანჰეტენის სასამართლოს წინასწარი მოსმენების დროს. ერთ-ერთ ასეთ მოსმენაზე PDD-ს რამდენიმე ოჯახის წევრი იმყოფებოდა, თავად რეპერი კი ხმაზე მისულა ჭაღარათმით, ჭაღარაწორითა და ციხის დასაცვლით. მიუხედავად იმისა, რომ საბრალდებო დასკვნას ახალი ბრალდებები არ დამატებია, მიუთითეს, რომ კომსი და მასთან ერთად მომუშავე პირები ინარჩუნებდნენ კონტროლს ზოგიერთ თანამშრომელზე, აიძულებდნენ მათ დიდხანს ემუშავოთ მინიმალური ძილის პირობებით, ფიზიკური, ფინანსური, ფსიქოლოგიური და რეპუტაციული დაზიანების მუქარით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრს ამუშავებდნენ და ცოტას ასვენებდნენ. ამის გარდა მანჰეტენის სასამართლო ამბობს, რომ 2004 წლიდან 2024 წლამდე კომსი ქალებზე ძალადობის მიზნით თავის სხვადასხვა ბიზნეს, მათ შორის labels Bad Boy Entertainment-ს იყენებდა მთელი 20 წლის განმავლობაში. და ბუნებრივია კომსის მიმართ სასამართლოში შესულია ათობით სხვადასხვა სარჩელი ქალებისა და მამაკაცების მხრიდან, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში და სხვა გადაცნობებში ადანაშაულებენ. მაგალითად, ტექსასის შტატის ჰიუსტონის იურიდიულმა ფირმამ განაცხადა, რომ ის წარმოადგენს 120 ადამიანს, რომლებსაც ბრალდებები აქვთ რეპერის წინააღმდეგ. და როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნეთ, PDD ყველა ბრალდებას უარყოფს. ოფიციალურად რეპერის სასამართლო პროცესი 5 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2025 წლის 14 მარტს გამართულ მოსმენაზე მოსამართლემ დაადგინა, რომ 5 მაისს დიდის ფედერალურ სასამართლო პროცესისთვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყება. და ამან გამოიწვია სასამართლო პროცესების გადატანა 1 კვირით. თუმცა სანამ PDD-ს სასამართლო პროცესი დაიწყება, მედიაში გავრცელდა კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია. ამერიკულმა ინტერნეტ გამოცემამ Mirror-მა ციხიდან PDD-სა და Kanye West-ის სატელეფონო ჩანაწერის ტექსტი გაავრცელა. მათი თქმით, Instagram-ზე დაფუძნებულმა მედია ორგანიზაციამ Shade Room-მა, თუ ვინმეს გეცნობათ დაწერეთ კომენტარებში, ეს ორგანიზაცია მოახერხა სატელეფონო ზარის ჩანაწერის მოპოვება, რამაც ციხიდან PDD-ს Kanye West-ისადმი შეტყობინების შინაარსი გამოავლინა. მოდი ახლა გავარკვიოთ, რა უთხრა Kanye West-იმ PDD-ს და თავად PDD-მა რა თქვა ციხით. რეპერმა ციხიდან გააფრთხილა Kanye West-ი და უთხრა, რომ ისინი ვიღაცები აპირებენ მათ დასრულებას. You be careful out there because they definitely trying to end us, you feel me? Yeah. They can't do it. They can't do it. They ain't going to do it. You know what I'm saying? I'm gonna beat this shit and get next to you. როგორც იცით, დაბატიმრების შემდეგ კომსი მოათავსეს მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში ბრუკლინში, რომელსაც მართავს ციხეების ფედერალური ბიურო და არის დახურული რეჟიმის ციხე. და როგორც მედიაში წერენ, მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში Kanye West-ი დიდ ყურადღებას იჩენს PDD-ს მიმართ და ზრუნავს დიდის შვილებზე, King-სა და Justin-ზე. ამ ორ არტისტს შორის საუბრი ჩანაწერმა აჩვენა, რომ PDD Kanye-ს გიცვასებს მიღმა მის გამოცდილებაზე მოუყვა. Mirror-ის მიხედვით აი თურმე რას საუბრობდა PDD. ფაიზაღს გიყვები წინა ხაზიდან. ეს ნაგვიზბუდე ბოროტებაა. ასე რომ ფრთხილად იყავი, უბრალოდ ვერაფერს გააკეთებ. მე შენ მჭირდები. გესმის? Tell you the real from the front line. You know what I'm saying? It's wicked, wicked, wicked. So you
Yeah. We can't do nothing if they, you know what I'm saying? I need you out there, you feel me? Yeah. ამის საპასუხოდ Kanye West-ის უთქვამს. კი, მესმის. კი ბატონო. I hear you. Yes, sir. Yeah. Yes, sir. მე თურმე დიდი მთხოვა Kanye-ს მისთვის დაეკრა მუსიკა, ეძებდა შთაგონებას ციხეში ყოფნისას და თქვა რომ ეს მისცემდა ცოტა სიცოცხლეს. გარდა ამისა, შეიდრუმის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში დიდი წუხდა. ეს ასევდიანებს, ის არის Puff Daddy ციხეში. Back or something. It'd be good to hear your voice again. Yeah. Like 59 more days before trial, so I'll definitely be touching in to tap into your energy or something. Yeah. Play me some shit over the phone, give me some fucking life. This shit fucking sad. I Puff Daddy in jail. This shit is fucking sad as a motherfucker. Shit insane. მან დაამატა რომ როცა გამოვა და მიიღებს თავისუფლებას, აღარ დააინტერესებს არაფერი გარდა იმისა, რომ ბედნიერი იყოს და თქვა რომ უნდოდა ეს Kanye-ს ეგრძნო. მუსიკალურმა პროდიუსერმა გამოხატა თავისი ღრმა მადლიერება და თქვა რომ ის გავს გაწირულს ყველასგან და მხოლოდ ერთი ადამიანი მიდის მასთან, რომ ყველაფერი გააკეთოს მისთვის. და მას Kanye-ს მიმართ მადლიერების გრძნობა აქვს. კომსმა West-ის შვილებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ პატიმრობის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია ან მოუკითხია. I know now. Yeah. I want to thank you so much for just taking care of my kids, man. Because ain't nobody reach out to them. Ain't nobody call them. You know what I'm saying? Yeah. Nobody, you know what I'm saying? And that meant so much. You know what I'm saying? That you reached out to them and took them under your wing while I'm in this one. Man, and I appreciate you. Word up, man. Yeah. West-მა მას თბილად უპასუხა რომ ძალიან უყვარს, რადგან გონია რომ თითქოს მან გაზარდა, მაშინაც კი როცა არ იცნობდნენ ერთმანეთს. Absolutely. I love you so much, man. It's like you raised me even when I didn't know you. You know what I'm saying? Yeah. I feel the love, yeah, for real. I feel the love, for real. It means so much to me. This shit right here is crazy. დიდიმ გააფრთხილა, როგორც გითხარით Kanye და უთხრა რომ ვიღაცები ცდილობენ მათ დამთავრებას. თუმცა ამბობს რომ დაამარცხებს ამ სიტუაციას და Kanye-ს გვერდით იქნება. You be careful out there because they definitely trying to end us, you feel me? Yeah. They can't do it. They can't do it and they ain't gonna do it. You know what I'm saying? Yeah. I'm gonna beat this shit and get next to you. საუბრის უფრო მსუბუქ ნაწილში კომსმა ქართობისკენ მოუწოდა West-ს და უთხრა რომ ბოდუნდეს და დაუბრუნდეს იმას, რაც უყვარს და მერე ისიც თქვა რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ უნდა რომ ნახოს როგორ ანგრევს Kanye სტადიონებს და უფრო მეტიც ამაზე ოცნებობს კიდეც. თავის მხრივ West-მა მის განახლებულ ენთუზიაზმზე მოუყვა და Puff Daddy-ს უთხრა რომ დიახ, დროა ავიღო მიკროფონი და დაბრუნდე. მე მიყვარს ისევ მიყვარს მუსიკაო, უთქვამს Kanye-ს და ამავდროულად უხსენებია რომ იყო დრო, როდესაც იმედგაცრუება მუსიკის მიმართ მისი გრძნობა შეელახა და ამის ახსნა ახლა მას არ შეუძლია. Have some fucking fun. Yeah. Having no fun and then get behind the mic, have some fun, chop up them samples, get back on your Hitman vibe, Yeah. have some fun, get back to smiling. Yeah. These other motherfuckers, they'll waste your time, big. Yeah. You know what I'm saying? Yeah, I Wasting understand. your motherfucking time. You know what I'm saying? So put that love in your heart, man, and enjoy yourself, man. When I get out there, man, I'm gonna see you tear down the stadiums. I need to see you back on that stage and actually rapping and performing and everything. I be dreaming of that shit. Yeah. Yeah, it's time. It's time for me to just grab the mic and get back on. It's like I love music again. როდის შედგა ეზარი Kanye West-სა და Puff Daddy-ს შორის გაურკვეველია. სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც Kanye მიიღო კრიტიკა იმის გამო, რომ დიდი ვაჟი და მისი ქალიშვილი North West-ი ჩართო მის ახალ სიმღერაში Lonely Road Still Go to Sunshine. ეს სიმღერა სკანდალური გამოდგა და North-ის დედა Kim Kardashian-ი სიმღერით შოკირებულია და სავარაუდოდ ის ცდილობს, რომ შეაჩეროს ჩანაწერის გამოშვება. ასევე მედიაში ამბობენ, რომ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მირორმა კომსის ადვოკატებსა და Kardashian-ს და West-ის წარმომადგენლებს კომენტარისთვის მიმართა. Sean Combs-ის სასამართლო პროცესი 12 მაისს დაიწყება. მანამდე კი ბრალდებული ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში დარჩება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. დიდი მადლობა.